მოგესალმებით ყველას ICT-ის ყოველთვიური მენტორობის პირველ სასწავლო ტუტორიალზე 2016 წლის სექტემბრის თვისთვის. ეს არის 8-დან პირველი. ყოველთვიურად თქვენ მიიღებთ 8 ინდივიდუალურ სასწავლო ტუტორიალს, რომელიც შეავსებს თვით ზოგად თემას. ეს კონკრეტული სწავლება იქნება trading setup ელემენტები და როგორც ალბათ შენიშნეთ, ამ თვეში აქამდე ჩვენ ძირითადად ფოკუსირებული ვიყავით იმ თანმიმდევრულობის ჩვენებაზე, რომლის მიწოდება შესაძლებელია თქვენთვის, როგორც განვითარებადი ტრეიდერისთვის. მას შემდეგ, რაც დაახარჯავთ დროს და შეასრულებთ სამუშაოს იმ სავარჯიშოებითა და შინაარსობრივი მასალებით, რომლებსაც ჩვენ წარმოგიდგენთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სავაჭრო სეტაპის ელემენტებზე, ტრეიდინგ ელემენტებზე, რეალურად არსებობს მხოლოდ ორი ძირითადი საკითხი და ერთი არის, რა თქმა უნდა, კონტექსტი ან ფრეიმვორკი, ჩარჩო, რომელიც გარს აკრავს იდეას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა ხდის იდეას ხელსაყრელს ვაჭრობისთვის. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ჩემი ინდიკატორი მეუბნება ამას, ან ჩემი support და resistance დონე მეუბნება იმას. უნდა არსებობდეს რაღაც, რაც ქმნის ამ ვაჭრობის განხორციელების მიზეზს. ჩემს მასალაში ჩვენ ვისწავლეთ 4 კონკრეტულ პრინციპს და მათ განვიხილავთ ზოგად ჭრილში. შემდეგ კი იმას, თუ რას ვაკეთებთ ამ პირობებში, რას უპირისპირებთ მათ კონკრეტულად ICT ინსტრუმენტების თვალსაზრისით. პირველი იქნება ექსპანსია, გაფართოება. ჩვენ გვსაუბრობთ ექსპანსიაზე და იმაზე, თუ რას ვეძებთ ამ პირობებში. ჩვენ ვსაუბრობთ retracement-ზე, ანუ უკან დახევაზე და იმაზე, თუ რომელ ინსტრუმენტს ან კონცეფციას ვეყენებთ retracement-ისთვის. და reversal-ი, ანუ შემოbrუნება და ბოლოს კონსოლიდაცია. ახლა თითოეული ეს 4 პუნქტი იძლევა კონკრეტულ frameworks და კონტექსტ ბაზრისთვის, რომელშიც აპირებთ ვაჭრობას. ბაზარი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ 4 მდგომარეობიდან ერთ-ერთში. ან ბაზარი აპირებს ექსპანსიას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ trends, retracements, ან მთლიანად უკან დახევას, reversals და ცხადია, როდესაც ბაზარი არაფერს აკეთებს, ის კონსოლიდირდება. ჩვენ ყველამ ვისწავლეთ market maker-ის სერიაში, რომ არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ბაზარი არაფერს აკეთებს. კონსოლიდაციაში ის ზუსტად რომ აკუმულირებს ორდერებს. ახლა მეორე მახასიათებელი, რომელსაც ვიყენებთ სავაჭრო სეტაპის ელემენტების განსასაზღვრად, არის ამ 4 კრიტერიუმის გამოყენება. კონტექსტისა და ფრეიმვორკის ინსტიტუციალური ორდერების ნაკადის, institutional order flows, კონკრეტულ საორიენტაციო წერტილებთან მიმართებაში. პირველი არის order blocks, მეორე არის fair value gap-ები და liquidity void-ები. liquidity pool-ები და stop-run-ები. და ბოლოს კი equilibrium-ი. ამ ორი მახასიათებლის ერთობლივად გაგება მოგცემთ ბაზრის ეფექტურობის პარადიგმის უფრო ღრმა გაგებას. თუ როგორ განმარტავს ჭკვიანი ფული, smart money pass და როგორ ახდენენ ისინი გავლენას ფართო მასებზე ან სპეკულაციურ არაინფორმირებულ ფულზე. ეს იქნება საკმაოდ განმანათლებელი ტუტორიალი. თქვენ შეეძლებთ შეხედოთ ბაზარს იმის მოლოდინით, თუ რომელი ინსტრუმენტი გამოიყენოთ იმის მიხედვით, რასაც ბაზარი ახლა გაწვით. მხოლოდ 1 ან 2 წამი შეერდება ბაზრის შეხედვას, რათა დადგინდეს. კარგი, რა მახასიათებლის პირობებში ვაჭრობთ, რათა შევძლოთ შევქნათ კონტექსტი ან ფრეიმვორკი იმის შესახებ, თუ როგორ აპირებთ ბაზართან მიდგომას. ზოგჯერ მაშინვე გექნებათ მომენტი, როცა იტყვით. მე არაფერს ვაპირებ, რადგან ბაზარი კონსოლიდირდება. ვაპირებ უბრალოდ load-ins. დანარჩენი პირობა მოგცემთ შესაძლებლობას იმოქმედოთ იმ ინსტრუმენტებთან მიმართებაში, რომლებსაც ჩვენ ამ პირობებს ან კონტექსტს უწყვილებთ. კარგი, ბანკთაშორისი ფასის მიწოდების ალგორითმი, interbank price delivery algorithm, ან რასაც მე ყოველთვის უწოდებ algos, ან ბანკთაშორის algos, არის რეალურად ხელოვნური ინტელექტი. ეს არის ფასიზრავა, როდესაც ჩვენ ვიღებთ ფასს ჩვენი ვალუტებისთვის. ეს რეალურად 90% ხდება ელექტრონული ალგორითმების მიერ. ასე რომ ეს ყველაფერი ახლა კომპიუტერზეა დაფუძნებული. ადრე ეს იყო ღია ვაჭრობა ორმოებში ფიც, მაგრამ ეს აღარ არის აუქციონის ბაზარი. ეს ყველაფერი AI-ია და ეფუძნება იმ პრინციპებს, რომლებზეც მე უკვე 7 წელია ვასწავლე. თქვენ ამას სხვაგან ვერ ისწავლით, რადგან პირველ რიგში არავის ჯერა რომ ეს არსებობს.
არსებობს ეს მოძრაობა ბაზრის ფორმირებაში, ანუ market making-ში, ადამიანის ჩართულობისგან დისტანცირებულად. ბევრად უფრო ეფექტური გახდა ელექტრონული ბაზა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ადამიანების მიერ არის დაპროგრამებული და მათი ინტელექტი შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ალბათ შემაშფოთებელია ზოგიერთი თქვენგანისთვის, ვინც ამას უსმენს და ფიქრობს. კი, მაგრამ მეგონა, რომ თავისუფალ ბაზარზე ვაჭრობდი. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ის მანიპულირებადია, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში, forex-ში, რასანაც ძირითადად გვაქვს საქმე აქ. იმის გამო, რომ ის ასეთი მანიპულირებადია, ანუ თითის ანაბეჭდების დანახვა ადვილია, fingerprint-ების. როგორც კი გაიგებთ ოპერაციებს და პირობებს, რომლებშიც მოქმედებს ბაზრის შემქმნელი ბანკთაშორისი ფასის მიწოდების ალგორითმი. ასე რომ, როდესაც ბაზარი აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ის გაძლევთ მინიშნებებს, თითის ანაბეჭდებს და კვალს იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოთ შემდეგ. სწორედ აქ დაგჭირდება თქვენი პროგნოზირების უნარები. თქვენ ამას მაშინვე ვერ გაიგებთ. ამ ვიდეოს პირველივე ნახვისას შეიძლება თავზეც გადაგიაროთ, მაგრამ ზოგიერთი თქვენგანისთვის, ვისაც უკვე გავლილი აქვს წინაპირობები, რომლებიც ჯერ არის ჩემი ვებსაიტის უფასო ტუტორიალების განყოფილებაში. თუ ჯერ არ გაგივლიათ სნაიპერის სერია, precision trading-ის კონცეფციები და market maker-ის სერია, ისინი დაგჭირდებათ. ასე რომ თუ იმედგაცრუებული ხართ, თუ აგესმის ტერმინები, რომლებიც ჯერ გაუგებარია, არ არის პრობლემა, რადგან ყველა მათგანი ისწავლება იმ სამ უფასო ტუტორიალ სერიაში. იქ ბევრი მასალაა, ასე რომ ჩავაღრმავდით არა მხოლოდ იმას, რასაც ამ ტუტორიალით იღებთ, ან მენტორობით იღებთ, არამედ შეავსეთ სივრცე, როცა მე არ გაწვდით კონტენტს ამ უფასო ტუტორიალებით. ესენია Market Maker Series, Precision Trading Concepts და Sniper Series. კარგი. ბანკთაშორისი ალგორითმი. ცხადი ექნება დრო, როდესაც ბაზარი წავა გვერდით კონსოლიდაციაში, ან რასაც მე ვუწოდებ holding patterns. როდესაც ეს ხდება, ბაზარი შეეცდება მოახდინოს ექსპანსია. ასე რომ ყველა ბაზარი იწყება კონსოლიდაციიდან და გადადის ექსპანსიაში. ეს ნიშნავს, რომ არის იმპულსური სვლა ან იმპულსური ფასის რხევა. ამ იმპულსური რხევის შემდეგ ის ან ისევ ბრუნდება კონსოლიდაციაში, ან გადადის retracement-ში. როდესაც retracement-ი ხდება, ის ისევ გადადის ექსპანსიის სხვა დონეზე. ან ექსპანსიის შემდეგ შეიძლება გადავიდეს reversal-ის პატერნში. reversal-ის პატერნის შემდეგ ვიხილავთ კიდევ ერთ retracement-ს, შემდეგ კი პოტენციურად ისევ კონსოლიდაციას. ეს ოთხი პირობა ენაცვლება ერთმანეთს ბაზრის აღმავლობისა და დაღმავლობის, მიქცევისა და მოქცევის დროს. თქვენ მიიღებთ ამ ოთხი პირობიდან მხოლოდ ერთს. ახლა ალბათ ამბობთ, კარგი, ეს ბევრია, მე უნდა ვიცოდე მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი, რომ ვითრეიდო? არა. თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ, სად არის ის ახლა, სად არის სავარაუდო წასასვლელი ადგილი, საიდან მოვიდა. და სექტემბრის თვის განმავლობაში თქვენ მიიღებთ დიდ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ გაიგოთ სად წავა ბაზარი შემდეგ. ეს შეავსებს ბევრ ნაპრალს, რაზეც გქონდათ კითხვები, მასწავლე მიმართულების bias, ანუ directional bias, ICT-ის bias. თავარი ის არის, რომ კონსოლიდაცია იწყებს ყველაფერს. ყველა მოძრაობა, რომელიც ბაზარზე ხდება, იწყება გარკვეული კონსოლიდაციიდან, რადგან სწორედ იქ აკუმულირებენ ბაზრები ორდერებს. ბაზრის შემქმნელი ინარჩუნებს ბაზარს ვიწრო დიაპაზონში, ან განსაზღვრულ დიაპაზონში მანამ, სანამ არ დაგროვდება საკმარისი ფული დიაპაზონის ზედა ან ქვედა ბოლოებზე, რომელ მხარესაც არის აბსორბირებისთვის, ანუ შთანთქმისთვის გამზადებული ფულის ყველაზე დიდი რაოდენობა. სწორედ იმ მიმართულებით იმოძრავებს ის. ჩვენ ყოველთვის არ ვიცით, რა არის ეს, მაგრამ ველოდებით ექსპანსიას. როდესაც ექსპანსია ხდება, ეს გვაძლევს მინიშნებას, თუ რას გააკეთებს ბაზარი სავარაუდოდ შემდეგ. და მე ველოდებით ან retracements, ან სხვა კონსოლიდაციას, ან reversals. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ველოდებით პირველ ექსპანსიას. ეს გვაძლევს ყველა საჭირო ინფორმაციას გადაწყვეტილების მისაღებად. ზოგჯერ ეს შეიძლება იმდენად შორს გაფართოვდეს, რომ ვერაფერი ვუყოთ. მოგვიწევს ლოდინი retracement-ზე ან შემდეგ კონსოლიდაციაზე. ამაში ცუდი არაფერია. ეს ნორმალურია. თქვენ ვერ დაიჭერთ ყველა მოძრაობას. მთავარია ამ 4 ინდივიდუალური მახასიათებლის გაგება სავაჭროს ეტაპისთვის, რადგან ფასის მიწოდება ხდება ამ 4 პირობიდან ერთ-ერთის მიხედვით. სხვაგანად უბრალოდ შეუძლებელია. რა არის ექსპანსია?
ექსპანსია არის, როდესაც ფასი სწრაფად მოძრაობს ექვილიბრიუმ დონიდან. ექსპანსია პირდაპირ წყვილდება ორდერ ბლოკის ინსტრუმენტთან. რა მნიშვნელობა აქვს ექსპანსიის ცოდნას? როდესაც ფასი სწრაფად ტოვებს დონეს, ეს მიუთითებს ბაზრის შემქმნელების მზაობაზე. გამოავლინონ თავიანთი განზრახული ფასწარმოქმნის მოდელი, replacing model. რას ნიშნავს ეს? თუ ჩვენ ვართ კონსოლიდაციაში ან წონასწორობის წერტილში, ანუ ექვილიბრიუმ დონეზე და ფასი სწრაფად ავაზევით, ეს მოგცემს მინიშნებას, რომ ვეძებოთ bullish order ბლოკები. ჩვენ არ გვინდა ფასს დავედევნოთ. ჩვენ დავალოდებით ფასის დაბრუნებას order ბლოკში. და სად მოხდება ეს? რას ვეძებთ ფასში? order ბლოკს, რომელსაც ბაზრის შემქმნელები ტოვებენ. წონასწორობის ფასის წერტილიდან ახლოს ან მასზე. ვიცი რასაც ფიქრობთ? მაიკლ, ეს უკვე თავზე გადამდის, მომეცი რამდენიმე მაგალითი. პრობლემა არ არის, ახლავე გაჩვენებთ. როგორც აქ ხედავთ, არის კონსოლიდაცია და ლურჯად დაჩრდილული ადგილი. ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული კონსოლიდაცია. მას აქვს ნათლად შესამჩნევი high და low. ხოლო წონასწორობის ფასის წერტილი არის ზუსტად ამ დიაპაზონის შუაში, ექვილიბრიუმი. შეგიძლიათ უბრალოდ აიღოთ ფიბონაჩის ინსტრუმენტი, რომელიც გაქვთ ყველა პლატფორმაზე, დაადოთ ფიბო კონსოლიდაციის მაქსიმუმსა და მინიმუმს, იპოვოთ შუა წერტილი და ასევე გადაამოწმოთ საკუთარი თავი იმის ნახვით, თუ რამდენჯერ ეხება ბაზარი მას ქვემოდან და ზემოდან. საბოლოოდ ბაზარი გავა კონსოლიდაციის გარეთ. თქვენ ხედავთ იმ იმპულსურ სვლას, იმ ჩალისფერ დაჩრდილულ ყუთში. ის შორდება წონასწორობის ფასის წერტილს და შემდეგ ყველაფერი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ დაუბრუნდეთ დაღმავალ სანთელს. უშუალოდ იმ აღმავალ სვლამდე. ის აღმავალი სანთელი ან შავი სანთელი არის bullish order block. როდესაც ფასი დაბრუნდება მასში და შეეხება მას, სწორედ იქ ვეყიდით. ცხადია ხედავთ, რომ ის ეხება ამ დონეს და ფართოვდება ზემოთ, expansion, 100 პიპზე მეტით. მხოლოდ აი ამ მარტივი პრინციპის გამოყენებით. ეს მუდმივად მეორდება. ეს სულ არის ფასის მოძრაობაში. და თუ შეისწავლით იმ კონსოლიდაციას მარცხნივ, რომელიც ლურჯად გვაქვს დაჩრდილული, იქ რეალურად არის კონსოლიდაცია sell side-ზე, სადაც ბაზარი ჩამოვიდა და დაბრუნდა პირდაპირ ექვილიბრიუმ ფასის წერტილიდან და შემდეგ გაიყიდა. ამას თქვენი შესწავლისთვის დავტოვებ. ახლა კი გადავიდეთ სავაჭროს ეტაპის შემდეგ მახასიათებელზე. რა არის retracement-ი? retracement-ი არის, როდესაც ფასი ბრუნდება ახლახან შექმნილი საფასო დიაპაზონის შიგნით. წლების წინ მგონი 2012 წელს ჩავატარე ვებინარი სახელწოდებით ვაჭრობა დიაპაზონის შიგნით Trading Inside the Range და ბევრი ადამიანი, ვინც ვადებნებდა თვალს, ერთ-ერთ პოპულარულ ფორუმზე აღრთოვანდა, როცა ისწავლეს ეს მარტივი პრინციპი. როგორ შეიძლება ივაჭრო დიაპაზონის შიგნით ისე, რომ ფასი არც კი გავიდეს გარეთ, არც კი იყოს ტრენდული. შეგიძლიათ განსაზღვროთ დიაპაზონი მაქსიმუმითა და მინიმუმით და ივაჭროთ ამ დიაპაზონის შიგნით. ეს იყო საწყისი წერტილი იმისა, თუ როგორ მივიყვანე ბევრი ადამიანი order ბლოკის გაგებამდე. order ბლოკი წარმოდგენილი იყო სნაიპერის სერიაში ჩემს ვებსაიტზე, მაგრამ მანამდე მე უბრალოდ ვაძლევდი მინიშნებებს იმის შესახებ, თუ რა იყო order ბლოკი, ისე რომ რეალურად არ მივუთითებდი ან არ გავმარტავდი მას ყველასთვის. რა არის retracement-ის მნიშვნელობა? როდესაც ფასი ბრუნდება ბოლონდროინდელი საფასო დიაპაზონის შიგნით, ეს მიუთითებს ბაზრის შემქმნელების მზაობაზე. გადააფასონ ის დონეები, რომლებიც არ იყო ეფექტურად ნავაჭრის სამართლიანი ღირებულების, ანუ fair values მიერ. როდესაც ფიქრობთ retracement-ზე, ICT ინსტრუმენტებიდან ჩვენ ვეძებთ liquidity gap-ებს და liquidity void-ებს. რას ვეძებთ ფასში? როდესაც ხედავთ ფასის ძალიან სწრაფ აღმავალ ან დაღმავალ სვლებს, სხვა სიტყვებით, სწრაფ რალის ზევით ან სწრაფ გვარდნას, ხშირად ის დიაპაზონი, რომელიც შეიქმნა, მოითხოვს უკან დაბრუნებას და ამ სივრცის შევსებას. გაჩვენებთ მაგალითს, თუ როგორ გამოიყურება ეს. ეს არის retracement-ის მაგალითი. როგორც აქ ხედავთ, ნარინჯისფრად დაჩრდილ ზონაში ქონდა ძალიან სწრაფი მოულოდნელი მოძრაობა საფასო დონიდან. ეს სწრაფი მოძრაობა ქმნის იმას, რასაც ჩვენ უწოდებთ liquidity voids. სხვა სიტყვებით, რომ თქვათ, როდესაც ბაზარი ასე აგრესიულად ეცემა,
იქმნება სიცარიელეები, სადაც ფასი რეალურად არ მიწოდებულა ყველა ხელმისაწვდომ საფასო დონეზე იმ დიაპაზონში. ის ზედმეტად სწრაფად ამოძრავდა, გადახტა ან შექმნა სიცარიელეები. რაც გავაკეთებთ ჩვენ, როგორც ტრეიდერები, ჩვენ არ დავედევნებით ფასს, ჩვენ დაველოდებით და ვიტყვით, კარგი, აქ იქნება ან მინიშნება, რომ შევიდეთ long პოზიციაში და ვცადოთ ამ დიაპაზონის შევსება. ან დაველოდოთ, სანამ ფასი ბოლომდე ამოვა და შეავსებს ლიკვიდურობის სიცარიელეს, ანუ liquidity voids. მას შემდეგ, რაც ის მოხდება მას, ანუ შეეხება მას, ის ალბათ განაგრძობს ქვემოცვლას. სწორედ ამას ვეძებთ liquidity void-ის შემთხვევაში. შემდეგია reversal. reversal-ი არის როდესაც ფასი მოძრაობს ამჟამინდელი მიმართულების საპირისპიროდ. ჩვენ ვეძებთ reversal-ებს, მას პირდაპირ ვაწვრილებთ ICT ინსტრუმენტებთან, liquidity pools. რა არის ამის მნიშვნელობა? როდესაც ფასი იცვლის მიმართულებას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბაზრის შემქმნელებმა მოხსნეს სტოპების დონე. და მნიშვნელოვანი სვლა უნდა გაიშალოს ახალი მიმართულებით. და რას ვეძებთ ფასში? liquidity pool-ების ძველი მაქსიმუმების, ანუ old high-ების ოდნავ ზემოთ და ძველი მინიმუმების old low-ების ოდნავ ქვემოთ. აქ უყურებთ reversal-ების მაგალითებს. თითოეული X-ი მიუთითებს თუ სად იქნებოდა სტოპები. ბაზარი ადის ოდნავ ამ დონეზე ზემოთ, უარყოფს მათ და მიდის საპირისპირო მხარეც, ან ჩამოდის ოდნავ იმ დონეებზე ქვემოთ, სადაც არის X და მიდის საპირისპიროდ. უარყოფს ნიშნავს, რომ გასტოპავს მათ. ნახეთ, რამდენჯერ არის ამდენი შესაძლებლობა მხოლოდ ამ ერთ ჩარტზე, რომლის ვაჭრობაც არც ისე მიყვარს. ASH დოლარი, შვეიცარიული ფრანკის წინააღმდეგ. ეს ყოლი ძალიან ჩოფია. ასე რომ მას აქვს მახასიათებელი, რომელიც ძალიან ხელსაყრელია. თუ თქვენ ხართ ასეთი ტიპის ვაჭრობის მოყვარული. Turtle soups და false breaks ძალიან კარგია შვეიცარიულ ფრანკში. როდესაც ვსაუბრობთ კონსოლიდაციაზე, ჩვენ მას პირდაპირ ვაკავშირებთ ICT ინსტრუმენტებთან, equilibrium-თან. მაგრამ რა არის კონსოლიდაცია? კონსოლიდაცია არის, როდესაც ფასი მოძრაობს მკაფიო სავაჭრო დიაპაზონში და არ ავლენს ბზაობას მნიშვნელოვნად მაღლა ან დაბლა წასასვლელად. და რა არის მისი აზრი? როდესაც ფასი კონსოლიდირდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბაზრის შემქმნელები საშუალებას აძლევენ ორდერებს დაგროვდეს ბაზრის ორივე მხარეს, აკუმულირდეს. ამ დროს უნდა ველოდოთ ახალ ექსპანსიას უახლოეს პერიოდში. რას ვეძებთ ფასში? ველოდებით იმპულსურ სვლას ან იმპულსურ რხევას equilibrium საფასო დონიდან, რომელიც იმყოფება ზუსტად კონსოლიდაციის დიაპაზონის შუა წერტილში. აქ ხედავთ, სადაც ჩვენ განსაზღვრე დიაპაზონი, კონკრეტულად სანთლების სხეულებით და არა ვიქებით, როგორც ხედავთ, ფასი გამოდის ექსპანსიური მანერით და შემდეგ ბრუნდება პირდაპირ წონასწორობის ფასის equilibrium-ის წერტილთან, რის შემდეგაც ფართოვდება გარე მხარეს. ამ კონკრეტული მახასიათებლებისა და სეტაპის ელემენტების გაგებით, თქვენ მისცემთ საკუთარ თავს frameworks, რათა ჯერ ისწავლოთ price action-ის პრაქტიკა და შესწავლა, ხოლო საბოლოოდ იმუშაოთ თანმიმდევრობის სეტაპების აღმოჩენაზე. ჩემთან ყოველდღიური დროის გატარებით ჩვენ შევძლებთ ამ მახასიათებლების ჩამოყალიბებას და სავაჭრო სეტაპის კონკრეტული ელემენტების ამოღებას გამეორების გზით. ყოველდღიურად ჩემთან ერთად, სადაც შეგვიძლია მოუხაზოთ სავაჭრო სეტაპის ელემენტები, თქვენ შეძლებთ ამ ყველაფრის ათვისებას და საკუთარად ქცევას. თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ რეალურად როგორი ტიპის ტრეიდერი იქნებით, რადგან ერთ-ერთი ეს მახასიათებელი გახდება თქვენი ძირითადი პირობა, bread and butter. ზოგიერთი თქვენგანი ენდობა equilibrium-ს, ზოგი order blocks, ზოგი მოძებნით void-ებს ან liquidity gap-ებს და მათში ივაჭრებთ. ზოგიერთ თქვენგანს ექნება ერთი ან ორი ეს მახასიათებელი და ივაჭრებთ ამ პარამეტრების ფარგლებში. ისინი ჩამოაყალიბებენ თქვენს სავაჭრო სტილს. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ მხოლოდ ერთი ელემენტი, როგორც აქ აღწერეთ. თუ მხოლოდ ერთს ვიპოვით თქვენთვის, მხოლოდ თქვენთვის, თქვენ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ თანმიმდევრული მოგება ვაჭრობაში. საჭიროა მხოლოდ ერთი სეტაპი. თქვენ უნდა იცოდეთ, რა კონტექსტში ან ფრეიმვორკში აპირებთ ვაჭრობას. შეუწყვილოთ მას ICT ინსტრუმენტი და შემდეგ დაელოდოთ ამ პირობებს. თქვენ არ გექნებათ ვაჭრობა ყოველ დღე, მაგრამ შეგიძლიათ მიიღოთ რამდენიმე მათგანი ყოველ კვირას. თუ გადახედავთ 4 ძირითად წყვილს ერთი პირობით ან კრიტერიუმით,
იპოვეთ ვაჭრობას ყოველდღე, მაგრამ ეს არ არის ის, რის გაკეთებასაც ახლა ცდილობთ. თქვენ დროთა განმავლობაში გაიზრდებით ამაში. ახლა კი უბრალოდ გადახედეთ თქვენს ჩარტებს და შეეცადეთ იპოვოთ ყველა მაგალითი, რაც უკვე მოხდა თქვენი ჩარტის მარცხენა მხარეს. მომავალ შეხვედრამდე გისურვებთ წარმატებებს და კარგ წვრთნას.